ხდით და 30-მდე საოჯახო სასტუმროს თავაზობს დღეისათვის ბორჯომი დამსვენებლებს. ჰაერი, ბუნება, მინერალური წყლები, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები. ეს ის ძირითადი მიზეზებია, რისთვისაც ვიზიტორები ბორჯომს სტუმრობენ. ბორჯომზე ბევრი მსმენია, ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა. ბუნება მშვენიერია, მომწონს ბორჯომი, განსაკუთრებით წყალი. ჩემი ახლობლები ისვენებდნენ ახალ წელს და კმაყოფილები დარჩნენ. იმედი მაქვს ბავშვებთან ერთად კიდევ ჩამოვალ. ბორჯომის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია. დაცული ტერიტორიების დალაშქვრა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებს ხიბლავთ. 2015 წელს ეროვნულმა პარკმა 52,000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა. გერმანია, ისრაელი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინა, რუსეთი. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც ეროვნულ პარკს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. არის ძირითადად სალაშქრო და საცხენოსნო ტურები, ველოტურები, საგანმანათლებლო ტურები, არის ასევე კულტურული ტურები, ანუ როგორც მოგეხსენებათ, უამრავი ისტორიული კულტურული ძეგლია პარკის ტერიტორიაზე და გარკვეული კატეგორია ტურისტების ამოდის მათ სანახავად და რა თქმა უნდა თოვლის ფეხსაცმელების ტური, რომელსაც ჩვენ ვიზიტორებს თავაზობთ. ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს გასულ წელს 13,000-მდე ტურისტმა მიმართა. გასული წლის იანვართან შედარებით წელს ვიზიტორთა რაოდენობა 60-70%-ით გაიზარდა. ევროპიდან ტურისტები ძირითად შემთხვევაში სამკურნალოდ არ ჩამოდიან. ძირითად შემთხვევაში ჩამოდიან ჰაიკინგისთვის, ლაშქრობისთვის, მაგრამ ტურისტები, რომლებიც მოდიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ისინი უკვე ითხოვენ, რა თქმა უნდა, სამკურნალო ტურიზმს. ბორჯომში ტურიზმის განსავითარებლად აქტიურად მუშაობს ბორჯომის მუნიციპალიტეტიც. ადგილობრივ ხელისუფლებას უწევს ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურაც და მომსახურებაც ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამოს. ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ ვალდებულებების შესრულება ზედმიწევნით იგივე სახელმწიფო თუ ადგილობრივ დონეზე, რა თქმა უნდა, გაზრდის ტურისტების რაოდენობასაც და მე ისიც მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ რამოდენიმე დამეგობრებული ქალაქი გვყავს, არის ორხრივი ვიზიტები. ბორჯომში იმედოვნებენ, რომ ტურიზმის განვითარებას საერთაშორისო გამოფენებისა და მარკეტინგული ღონისძიებების გარდა ხელს ვიზა ლიბერალიზაციაც შეუწყობს. გამარტივებული მიმოსვლა ევროპაში საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებასაც გაამარტივებს.